ხშირად მეკითხებიან, რა გართულება შეიძლება გქონდეს ენდომეტრიოზს. მაგალითად, მაქვს ტკივილი და გქონდეს ტკივილი, ხო? მოვითმენ რამენაირად, წამლებს დავლევ, ტკივილგამაყუჩებელს და ასე შემდეგ. და თუ არ გავიკეთებ ოპერაციას, რა იქნება? მე არ ვამბობ, რომ ოპერაცია აუცილებელია ენდომეტრიოზის დროს და ენდომეტრიოზის მართვა სავსებით შესაძლებელია მედიკამენტოზურად. მაგრამ როდესაც მე ენდომეტრიოზი არის უკვე გართულებული, აი იმ შემთხვევაში შეიძლება ოპერაცია იყოს გარდაუვალი. და აი რა გართულებები ახასიათებს ენდომეტრიოზს? პირველ რიგში ეს არის ძლიერი ტკივილი მენსტრუაციის დროს და ასევე ქრონიკული ტკივილი, რომელიც შესაძლოა არამენსტრუაციის დღეებში ნაკლებად აწუხებდეს ქალს, მაგრამ მენსტრუაციის დღეებში ძლიერდებოდეს. და მოგეხსენებათ, რომ ნებისმიერი ტკივილი, რომელიც გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუნდაც ის არ იყოს მწვავე, ის გავლენას ახდენს ადამიანის ნერვულ სისტემაზე და იწვევს ნერვულ აშლილობას. შემდეგი გართულება შეიძლება იყოს საკვერცხის ენდომეტრიული ცისტა, რომელიც იზრდება ზომაში და ქალი სწრაფად კარგავს კვერცხუჭედების მარაგს. შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში, რომელიც თავისთავად შეიძლება არ იყოს იმდენად საზიანო, რამდენადაც მან შესაძლოა გამოიწვიოს უშვილობა, რადგან შეხორცებები მცირე მენჯის ღრუში ხელს უშლის კვერცხუჭედის გადაადგილებას და განაყოფიერებას. ხოლო საკვერცხეებში კვერცხუჭედების მარაგის შემცირება ასევე აქვეითებს დაურსულების შანსს. მას შესადამე ენდომეტრიოზის ერთ-ერთი გართულება არის უშვილობა, რომელსაც გარდა ორგანული, ასევე იმუნური მიზეზებიც აქვს. და გარკვეულ ცვლილებებს იმუნურ სისტემაში განაპირობებს ენდომეტრიოზი. იცვლება საშვილოსნოს ღრუს რეცეფციის უნარი, ანუ უნარი მიიმაგროს ემბრიონი და ხდება კიდევ მრავალი სხვა ცვლილება. ასევე ენდომეტრიოზმა შეიძლება დააზიანოს სხვა ორგანოები, მაგალითად ნაწლავები და შარდისბუშტი. ენდომეტრიოზი არ არის ყველა შემთხვევაში საოპერაციო, მას სჭირდება მართვა და სწორი მართვის და მკურნალობის შემთხვევაში ყველა ამ გართულების თავიდან აცილება შესაძლებელია.